შევეითხოვს რომ ეს იყო პოლიცია, რომელსაც მიიღო მონაწილეობა დოკუმენტების თანახმად ფარჯონ კრიბულის დაკავებაში ჩხრეკაში, თუმცა რეალურად ფაქტობრივად ჩვენ ვიცით, რომ ეს სინამდვილეში მონაწილეობდა ანასტასია ზინუკინას დაკავებაში და ჩხრეკაშიც და შესაძლებელია აქვს ინფორმაცია განუსაცდელობრივი ნებისმიერ ფალსიფიცირების შესახებ, ჩადების შესახებ ეგრეთ წოდებული. უფრო ზუსტად რაში ვთქვათ, ვერ გაქვს პასუხი. ცხადი იყო მოწმეს ჩვენებებიდან და ჩვენ ოქს ვნახავთ და თანამედროვე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება, რომ მოწმე რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთსა და იგივე შეკითხვაზე სცემდა სხვადასხვა პასუხებს იმის მიხედვით, თუ რომელი პასუხი იყო მისი აზრით შესაბამისი არსებული სიტუაციისთვის. უფრო მეტიც მან რამდენიმეჯერ ურთიერთწინააღმდეგო ინფორმაცია მიეწოდა სასამართლოს, ჯერ მაგალითად აღნიშნა, რომ მან კითხვები დაუწყო ანასტასიას, შემდეგ თქვა, რომ მან სრული არცის და კომუნიკაციის საერთოდ არ შესულა, შემდეგ უკვე თქვა, რომ მან ჩხრეკა დაიწყო გარეთ, თუმცა წინააღმდეგობას წევდნენ და ამიტომ გადავიყვანე ავტომობილში და იქ გავჩხრიკეთო ორმა ადამიანმა, თუმცა ამ დროს დაავიწყდა ის, რომ ჩხრეკის დაწყება სჭირდება დადგენილება ჩხრეკის ჩატარების შესახებ ან სასამართლოს განჩინება. მიხვდა, რომ ამ შემთხვევაში გამოდიოდა უკანონოდ ჩატარებული ჩხრეკა, ამიტომ შეცვალა ისევ საკუთარი ვერსია და შემდეგ უკვე თქვა, რომ მანქანაში როცა ჩავსვით, მერე დავიწყეთ ჩხრეკაო, მას შემდეგაც მანქანაში გაუნძიებელმა გააცნო ჩხრეკის დადგენილება. ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ მანქანაში გაუნძიებელმა ჩხრეკის დადგენილება გააცნო, თუ არა მის გადამოწმება ობიექტურად შეუძლებელი არის. თუმცა ამ შემთხვევაში უკვე მეორე პრობლემა დამედივართ, მაშინ ავტომობილში ჩასმის გადაწყვეტილება რას ემსახურებოდა, რის საფუძველზე დააკავეს უდანაშაულო ადამიანი, ხომ? ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ იქ სადაც მიმდინარეობდა ჩხრეკა, სადაც უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა, წესით არის საერთოდ ვიდეო კამერები, ვიდეო თვალთვალის კამერები, რომელთა ჩანაწერებით სამწუხაროდ საქმეში არ არის ჩადებული, იმიტომ რომ ამ ჩანაწერებში ჩანს ძალიან კარგად, თუ როგორ მიმდინარეობს ჩხრეკის პროცესი და რეალობით ასევე ჩანს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ნაწილიც, ის რომ წინააღმდეგობას არ ქონია და ის რომ ადამიანები მოათავსეს ავტომანქანაში მხოლოდ იმიზით, რომ მოფარებოდნენ და მოფარებულში გაიკეთებიათ საკუთარი ბინძური საქმე ჩადებისა და მტკიცებულების ფალსიფიკაციისა. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ობიექტური ადამიანი, ვისაც საშუალო ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს, ამ პროცესის ყურების და ამ მოწმის ჩვენების მოსმენის შემდეგ თუნდაც მხოლოდ აუდიო ვერსიის ფორმით, ოპერის ფორმით, დარწმუნდება იმაში, რომ ეს პროცესი უბრალოდ იტყუება. მე არ ვიცი ზუსტად და შემიძლია ბუნებრივია განსაკუთრებულ რა დეტალებში იტყუება ზუსტად ამ რას არ აღსრულოთ, თუმცა ფაქტია და ცალსახაა, რომ მოწმის უნისკეთება იყო, რომ მისი მიზანი იყო, რომ მას პროკურატურის ვერსია გაეპარებინა, თუმცა იმის გამო, რომ საკმარისად არ იყო მომზადებული და ბუნებრივია, იმიტომ რომ ადამიანი ვერ მოემზადები ტყუილი ამ მასშტაბის ტყუილის სათქმელად ისე, რომ სადღაც შეცდომა არ გეკეტაროს, რაც სწორედ ასე მოხდა და მან რამდენჯერმე მათ შორის მოსამართლის პასუხებზეც დასცა ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები. საქმე მივიდა იქამდე, რომ საბოლოო ჯამში მოსამართლემ სამწუხაროდ კითხვის სრულფასოვნად დასმის შესაძლებლობაც არ მოგვცა და მიგითითა, რომ 5 იგივე კითხვას ვამ 5 ჯერა. თუმცა ამის მიზეზი ერთადერთი იყო ის, რომ რამდენჯერაც ერთი იგივე კითხვა დაისვა, მოწმე უპასუხა სხვადასხვანაირად და ცხადია, რამდენჯერაც საჭირო გახდება და ზუსტად იმდენად უნდა დავაზუსტოთ ეს საკითხი. საბოლოო ჯამში მოსამართლემ ბრალდებულებს არ მისცა საშუალება რომ დაეშვათ კითხვები, თუმცა ადგილზე გამოხატული პროტესტის შემდეგ დათანხმდა იმაზე, რომ იგივე მოწმე დაბრუნდება პროცესზე და ერთ-ერთ ბრალდებულს აჯობებს მიეცემა საშუალება, რომ მას კითხვები დაუსვას. უპრეცედენტო საკითხი იყო, როცა მოსამართლემ მოითხოვა, რომ მოწმისთვის დასასმელი კითხვები დაისვა დაცვის მხარეს პროკურორისთვის და მოსამართლისთვის და მოსამართლემ თქვა, რომ შეაფასებდა ეს კითხვები იყო თუ არა კაცი მისაღები და ამის შემდეგ გადაწყვეტა და მოწმე დაიკითხებოდა თუ არა. ესეთი არათუ რეგულაცია არ არსებობს, არამედ ეს არის ყველაზე ბავშვური, გულუბრყვილო და ცხადია უპატიებელი დარღვევა სასამართლოს საპროცესო კოდექსზე, როცა მოსამართლე ითხოვს კითხვების წინასწარ შეთანხმებას და ამბობს, რომ კითხვის შინაარსია დამოკიდებული, მოწმე გასცემს თუ არა პასუხს მომავალში, ჯერ ეს კითხვა არ დასმულდა და ჯერ თუნდაც პროკურორს და მოსამართლეს შეუთავსოთ. ეს საპროცესო კოდექსის დარღვევა ბუნებრივია, სასამართლოს ეკრება ის მნიშვნელოვანი დარღვევაა და აუცილებლად თუ მივიდა და მე ჭუმაქვს მივა საქმის საერთაშორისო წარმოებამდე, აუცილებლად იბოქმედებს ეს არგუმენტი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ. სასამართლოს უფლების დარღვევა არის ცალსახად, რაც არ მხოლოდ ამ საქმეში, ზოგადად პოლიტიკის საქმეებზე ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა და ბუნებრივია ამგვარი არც უფლებამოსილება, არც რაიმე ტიპის ნებართვა ან ამ ტიპის პროცედურა საერთოდ არ არსებობს ეს სამართლის საფუძველში, რომ კითხვები წინასწარ იქნას გაშერებული მანამ სანამ მოწმე იქნას ესწრებოდა. მოძებო სამსახურში მიმდინარეობს და განცხადება წარდგენილია, როგორც უშუალოდ ასევე სასამართლო შემადგენლობის მიერაც მოხდა გადაგზავნა კანონზიებისთვის არჩონ გრიგულისა და ანასტასია ზინუკინის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ საქმეებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქაც უნწეოდა უსასრულო აღმოჩნდა, ჩვენთვის არ არის ცნობილი არც ერთ საგამოძიებო მოქმედების შესახებ.
განსაკუთრებით მოქმედების შესახებ, რომელიც იქნა ჩატარებული ამ საქმის კვალიფიკაციაში და დიდი ალბათობით ამ მიმართულებით მანამ სანამ პოლიტიკური ნება არსებობს ამ საქმეების გამოძიებისა და თქვი რიცით რომ სახელმწიფო ყველა რაც ცდილობს ხელი დააფაროს კრიმინალ პოლიციელებს ამ პირობებში ბუნებრივია არც ველოდებით რაიმე ტიპის შედეგს საგამოძიებო სამსახურიდან. და არა მხოლოდ მოსამართლეებმა, პოლიციელებმაც და ყველა ჯურის კანონდარღვევმა, მათ შორის პოლიციელმა, რომელიც იქნა გამოჭერილი დაკავებულის ცემასთან დაკავშირებით, ეგეთი ცინიკური პასუხები ისწავლეს ახლა რომ მიმართეთ სასამართლოს ან მიმართეთ შესაბამის უწყებებს. იციან რა რომ სასამართლოში მათი ქმედებების რეალური რევიზია არ მოხდება და რეაგირება მან პასუხისმგებლობა არ დადგება არც ეს შემთხვევაში. ამიტომ ძალიან ცინიკურად ჟღერს ხოლმე, როცა ადრე იყო როცა უნებოდა რომ მემართებდეს ცენტრისთვის, მათ შორის ადვოკატებს და ახლა უკვე გეუბნებიან რომ მიმართეთ შესაბამის უწყებებს. იციან რა რომ შესაბამის უწყებები რეაგირებას არ მოხდება. მათივართ იყო როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, ძირითადი ნაწილი ეხება და ძირითადად სიმძიმე ინტენსივობა მოდის ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, როცა ისინი გახდნენ უდმივი დამცირების, მუქარების მსხვერპლები, როგორც დაკავების პერიოდში, ასევე პოლიციის გამოკვლევაში გადაყოლის შემდეგაც.